სრულფასოვანი გადაწყვეტილების მიმღები ამ ეტაპზეც თავის კამპანიაშიც და იქნება შემდეგაც. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ელენე ხოშტარი არის ევროპული საქართველოს გამორჩეული ლიდერი და თქვენ ვერტიკალი ახსენეთ და ჩვენმა პარტიამაც და ელენემაც გაამტკიცა, რომ ამ პარტიაში არ არსებობს ეგეთი მკაცრი ვერტიკალი, ეს არის ჩვენთან გადაწყვეტილებები მიიღება რგვალ-მაგიდასთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ელენე არის გამორჩეული ლიდერი, არის ახალი თაობის ლიდერი და სტუდიაში უკვე ახსენეს, ასე ვთქვათ, დახასიათება, რაც მეც მინდოდა, სხვათა შორის მეთქვა და შესაბამისად ეს არის რეალობა. ელენე არის მომავლის პოლიტიკოსი. რაც გულისხმობ, როდესაც ვამბობ ამას. პირველ რიგში ელენეს აქვს თანამედროვე განათლება და ეს ნიშნავს იმას, რომ მას აქვს ძალიან მყარი ხედვა იმისა თუ როგორი არის თანამედროვე სამყარო და რისი გაკეთება არის შესაძლებელი და რა უნდა გაკეთდეს და რას ნიშნავს თანამედროვე ქალაქი და თანამედროვე სახელმწიფო. იცით რა, ბატონო სერგო, მე მესმის, რომ თქვენ გექნებათ ალბათ დეტალური პროგრამა, კანდიდატს ექნება ხედვა ყველა იმ პრობლემის გადაჭრის ირგვლივ, რაც აქ დაისვა, მაგრამ მე მაინტერესებს რა რესურსია თქვენს პარტიაში იმის, რომ ეს შემდეგ შეასრულოთ. დაპირებები ყოველთვის არის მრავლად და რეალურად დედაქალაქის მერობის კანდიდატები ახლა ძირითადად საუბრობენ ერთი და იმავე გზავნილებით, რომ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, რომ მწვანე საფარი იქნება, რომ იციან რა აწუხებს ქალაქს და ამაზე მიდის საუბარი. აი, რატომ შეასრულებთ თქვენ უკეთ თქვენი კანდიდატით ვიდრე სხვა? მithumetes რომ თქვენს რიგებში არის დედაქალაქის ყოფილი მერი და ეს არ ვიცი პოზიტივია თუ ნეგატივია. ეს ნიშნავს გამოცდილებას, ის რო არის ხო, ის რომ ესე იგი ვთქვათ, გიგი უგულავა არის ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი და არიან სხვა ლიდერებიც, ეს ნიშნავს გამოცდილებას, სხვათა შორის გამოცდილება ნიშნავს როგორც პოზიტიურს, ესე ნეგატიურს და ეს ყოველთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ელენეს აქვს თანამედროვე განათლება პირველი და მას აქვს ძალიან მყარი ღირებულებების და პრინციპები და მე საკმაოდ ცოტას ვიცნობ ადამიანს, რომელსაც აქვს ესეთი მყარი და ნათელი პრინციპები. მე კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამე ელენეს თავად აქვს ძალიან წარმატებული რეფორმების გამოცდილება და ესეც არის მნიშვნელოვანი, რომ მას აქვს ბოლო წლებში, იმ წლებში, როდესაც ის იყო სახელმწიფო სამსახურში, მას აქვს წარმატებული რეფორმების გამოცდილება და ეს არის მისი ცოდნაც, ხო? გარდა ამისა, ის სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო და ბოლო წლების განმავლობაში ის იდგა იქ, სადაც მართლაც უჭირდა ქვეყანას და უჭირდა სამოქალაქო საზოგადოებას, უჭირდა დემოკრატიას და სერიოზული პრობლემები იყო. გავიხსენებ თუნდაც რუსთავი ის პრობლემებთან მიმართულებაში, ის იყო ერთ-ერთი უფრო ესეთი ნათელი და მკაფიო სახე, რომელმაც დაიჭირა მაშინ პოზიცია და დადგა ამ მიმართულებით. ჩვენ პრინციპში მინდა რომ რა თქმა უნდა მოგცეთ გამოთქმის შესაძლებლობა აზრის რა. მაგრამ გარდა ამისა მე ვიტყვი ძალიან მნიშვნელოვანია რომ რა თვისებები არ აქვს ელენეს, ესეც მნიშვნელოვანია. როცა ამბობენ რას ნიშნავს ქალი პოლიტიკაში, აი მე მაგალითად ელენეს შემოსვლით ეს ნახე რას ნიშნავს ქალი პოლიტიკაში, კაცებს ხშირ შემთხვევაში აქვს ფართომასშტაბიანი, ასე ვთქვათ, პროექტები, ელენეს ეს პროექტები აქვს, მაგრამ რაც განასხვავებს მას სხვა პოლიტიკოსებისაგან, ეს არის ზრუნვებით და ყურადღებიანი არის თითეული კონკრეტული ადამიანის მიმართ. ეს არ არის უბრალოდ ზოგადად ადამიანი, ეს არის კონკრეტული ადამიანის მიმართ აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება და ეს არის მისი მნიშვნელოვანი თვისება. გარდა ამისა, ელენეს აქვს თვისებები, რაც არ აქვს ძალიან ბევრ პოლიტიკოს და მას არ აქვს მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ელენეს არ აქვს, აი ეს არ არის ყალბი და პოლიტიკოსებს ხშირ შემთხვევაში ეს თვისება მოჭარბებულად აქვს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს ადამიანი არ არის გულგრილი ადამიანი, ანუ გულგრილობის ასე ვთქვათ რაოდენობის დოზა მასში არის საკმაოდ ცოტა. ყველაფერი ეს ჩვენ აღარ დაგვჭა დრო. ყველაფერი ეს კიდე ერთი ერთ რაღაცასაც ვიტყვი, რომ ელენე შეძლებს ამოატრიალოს ქალაქის ბიუჯეტი და ეს არის მნიშვნელოვანი. ელენე შეძლებს, რომ ის რაც დღეს არის მერიაში, ეს არის
უამრავი ხარჯი, არამიზნობრივი და არანორმალური ხარჯი, ეს არის ჩინოვნიკებზე ძალიან ბევრი დახარჯული თანხები, ეს არის უამრავი თანხები, რომელიც მიდის კორუფციაში, აი ამ კორუფციულ და ჩინოვნიკებში მიმართ თანხებს ის მოახერხებს, ამოატრიალებს ამ ბიუჯეტს და ამას მიმართავს პენსიონერებზე და ამას მიმართავს სოციალურად დაუცველებზე. აქ სტუდიიდან კითხვაა თქვენს მიმართ, თუმცა არ მინდა რომ ეს გაგრძელდეს დიდხანს იქ ალბათ ხალხმა ყოფილიას მინდა რეპლიკის შესაძლებლობა მივცე. ამოატრიალებსო მე მაინტერესებს ამ პროცესში